ამ ვიდეოში მე შევეცდები ავაწყო რაც შეიძლება პატარა გეიმინგ სეტაპი, რომ ვითამაშო ბოლოში სხვა თამაშები. და ამ ყველაფერში დამეხმარება ჯუმი. ნახოთ რა გამოგვივა. მართლა ჩამოვიდა. ნახეთ, მენაო, მანქანა, შეხედეთ. აქ იქნება სია თუ რა გვჭირდება ჩვენი გეიმინგ სეტაპისთვის და მოდი დავიწყოთ ჩვენი ჯანითი. რა გვიქნება პირველი? რაღაც დიდი ყუთი გვაქვს. ესე იგი, ვიწყებთ კლავიატურით. მოგნახოთ როგორი არის რეალობაში. ესე იგი, პატარა კლავიატურა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი კლავიატურას აზრი არ აქვს ჩვენი ვიდეოს თემაც ეგ არის, რომ რაც შეიძლება პატარა იყოს. ავიღოთ ჩემი საყვარელი კლავიატურა და გავედოთ გვერდზე, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ეს არ დაგვჭირდება საერთოდ და შევაერთოთ ჩვენი გეიმინგ კლავიატურა. LGBT განათება როგორც ყოველთვის გვაქვს. ოკეი, პირველი გვაქვს. როგორც ხედავ არის PUBG-ისთვის სპეციალურად, იმიტომ რომ სულ PUBG-ს აიქონები და რაღაცებია, მაგრამ სხვა თამაშებში უფრო გავტესტოთ ჩვენ ამას. შემდეგი რა გვაქვს? ეს რა არის აბა? მე მგონი ხვდები რაც არის. უფრო ამ ვიდეოსთვის არა, უფრო ანისთვის გამოვიწერე ეს რაღაცა. კი, ეგ არის ჩვენი გეიმინგ მაუსი იქნება ეს. უსადენო მაუსი, ვიღებთ ჩემ კარგ უსადენო მაუსს, დებ გვერდზე და ვიყენებთ აი ამას. მუშაობს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ახი, რომ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო ვინახო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ 1000 გამომწერზე ავედით. ანუ რამდენი ლაიქი ავაგროვოთ? 5. მოდი ავაგროვოთ 5 ლაიქი, არ მიგვითხრა 5 ლაიქი ავაგროვოთო. ნახოთ თუ შეძლოთ, არ ვიცი, რეკორდია ჩვენ არხზე, მაგრამ ცადოთ. ეს რა არის? ცოტა მოგატყუეთ, არა მარტო გეიმერული იქნება. ცოტა რაღაცების სხვაც იქნება რა. და ეს არის ჩემი ძაღლისთვის, თოისთვის დასაცმელი. სანამ ჩვენ გავხდით სხვა ნივთებს, თოი ჩაიცმევს ამ დასაცმელს, ანი ჩააცმევს და ვნახოთ როგორი იქნება. ეს რა არის რაღაც დიდი ყუთი ისევ. ოპა, შემდეგი. გვჭირდება რა? დინამიკი, რო ხმა გავიგოთ. ყველაზე პატარა დინამიკი რაც გიპოვე. ეხლა მივხვდებით რატომ არის ასეთი უცნაური და ასეთ პატარა. მოდი გავხსნათ 1 2 აი ასეთი. ეს უნდა გავუკეთო მონიტორს გვერდებზე და წასით იმუშავებს. ასე გამოიყურება ჩვენი სპიკერები, ჯასაცილო ასეთ პატარა. ვა, თოი ჩაიცვა, მოდი აქ. გადავიდეთ შემდეგზე. ეს რა არის? კაი, ისევ თოისთვის არის რაღაცა სასეირნოდ სპეციალურად. ანუ მე შემეძლო ეს ვიდეო ყოფილიყო მხოლოდ ტექნიკის ნივთებზე, მაგრამ ხო გაინტერესებთ რა გამოვიწერე ზოგადად. ოპა, всё. შემდეგი რა გვაქვს? ოჰოჰო. რაღაც კიდევ ერთი უზარმაზარი ნივთი. არც მახსოვს რა არის. ყუთში კიდევ ერთი ყუთია. ხო არ გადაო. მართლა ჩამოვიდა. მოკლედ ხალხო, ჯერ ერთი მინდა გითხრათ რომ მადლობა ტექსტს რომ არის ამ ვიდეოს სპონსორი. და თქმა უნდა ყველაზე ფასე მხოლოდ მაგასთან არის, შეგიძლიათ გაყიდო და ასევე იყიდო მაგასთან ტექნიკა და ჩემის პრომოკოდით ჩემით მელია, რომელიც თქმა უნდა იმახსოვროთ, ჩემი გვარი არის, იღებთ 5% ფასდაკლებას. და ეხლა გავაგრძელოთ. ანუ ჩამოვიდა Razer-ის ოფიციალური მიკროფონი, რომელიც საქართველოში ღირს 150 ლარი მინიმუმ. გამოვიწერე, აი აქ ფასი არ მახსოვს. ანუ ოფიციალურად Razer-ი აწერია. კი, Razer Scion Mini. ხო რა გადაობ, ანუ მეთქი რაღაც სკამი ან რაღაც პროსტა 100 ეფათ შეუძლებელია იყოს და მართლა ჩამოვიდა. ჯერ ვნახოთ ვაფშე რა არის შიგნით. ეს მარტო გაედან რომ ვიძახი. კი, ეგ არის. როგორც Razer-ი ოფიციალურად დოკუმენტები თავისი შეხვედრით. კი, თეთრი კატკატა გამოვიწერე. თვითონ მიკროფონი, წესით ეგეთ თეთრი და კატკატა უნდა იყოს. ანუ ხალხო, ნახეთ. ოფიციალურად Razer-ი აგერ კაბელი, Razer-ი აწერია და თავარი ტესტი, როგორ გააჩვენოთ Razer-ი არის თუ არა. კი, შეხედეთ. შუაში უნდა იყოს მწვანე, ანუ ეს ნაწილი, წესით უნდა ჩანდეს კამერაში თუ არ ჩანს ზოგადად გეუბნებით. ანუ ამას ახლა დავტოვებ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Razer-ების ძალიან იშვიათი რაღაცა მომწონს, მაგრამ მიკროფონები ძალიან მომწონს მათი, იმიტომ რომ იაფია და კარგია და ეს ყველაზე იაფია. ახლა ეს ჩადით გამოიწერეთ თქვენთვის ბეგირჩევთ. ეს ავიღოთ ახლა და დავდგათ აქ. ცოტა რეალობა კი არის, ახლა კი ხედავთ. ყველაფერი მიყილა, მაგრამ სანამ თამაშს დავიწყოთ მივლაგებ ყველაფერს. შემდეგი. ოპა. თოი. დღეს მოდელი ხარ ასე თქვია ბიჭო. კაი, სანამ ჩვენ ხსნით სხვა რაღაცებს, თოი ჩაიცმევს კიდე ამას. ვნახავთ რა არის და როგორ გამოიყურება თოი ამაში. კაი, კიდე ერთი რაღაცა. მოდი ვნახოთ. ნელა გავხსნათ. კაი, ესეც თოისთვისაა. თოი, რამდენი რაღაცა გაქვს? ეს არის ბურთი, რომელიც თავისის დადის წესით. კი, ეგ არის ლურჯი. მოდი ვნახოთ აბა თუ იმუშავებს. ოპა! მაგიდაზე დავდებ.
ვოუ, გაჩერდი ძმა. აი, ვოუ. გაითიშე ბალი. აი, თოიბას ჩაიცვა. ცოტა დიდი აქ ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ბიჭი გაიზრდება ეს გულში ავჩარკაა თორე ესე პუდელი. კაცი მყავს, კაცია, ბიჭია, თოი. ნახეთ, bro, აი, ნახეთ, მენა, მანქანაა, შეხედეთ. მაუსპადზე ვნახე, რომ ჯეკი თურქეთში არის, სტამბოლში. ზოგადად მონტაჟი თუ ჩამოვიდა უკვე ეს მაუსპადი. შემიძლია გამოვაშინო აი ამ ჩვენი სეტაპი გამოიყურება ასე. ამ მონიტორი აჩათვალოთ. აი ეს იქნება ჩვენი მონიტორი დღეს სათამაშო პატარა. და სანამ ვებკამერას განახევთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ბოლო ნივთი დაგვრჩა. ავაგროვოთ 5 ლაიქი. ვიცი შეუძლებელია, მაგრამ 5 ლაიქი უნდა ავაგროვოთ. ეს ვებკამერა, რაც ჩვენ გვჭირდება, იმალებოდა ამდენი ხანი აი აქ. ავიღოთ. ეს არის ობსბოტის კამერა mit 2. ობსბოტმა გამომიგზავნა, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჩემი საუკეთესო ვებკამერაა თავის ფასში და თავის ხარისხში. და ეხლა ვნახავთ რა არის. ესეც გავხსნათ და განახებთ თუ რა პატარაა. შეხედეთ უბრალოდ რა პატარა ვებკამერაა და 4K არის. ეს მოვხსნათ აი ასე, მოვხსენით. აქ აქვს სამაგრი აგერ, აგერა და მაგნიტურია. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? Type-C-ზე ესდება თავისი Type-C კაბელი მოხვდება როგორც ხვდები აქ და აი ასე, შეგიძლიათ ასე დააყენოთ და უბრალოდ ავტომატურად ვერტიკალური გახდება. აი ასე მაგნიტებზე ავტომატურად ჰორიზონტალური არის. ვებკამერას რო ვეძებდი, ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით. და ეს იყო ყველა ნივთი, რაც კი გამოვიწერეთ. სანამ თამაშებზე გადავალთ, მინდა განახოთ აი ეს ჰუდი, რომელიც მომცა Food Fashion-მა. ანუ თუ გიათ მაგარი საჩუქარი ჩქოთ ვინმეს, Food Fashion დაგეხმარებათ ამ ყველაფერში, ძალიან სახალისო არის, სამზარეულო ქართული ნამდვილი მოკაცური სამზარეულო არის. ეს არის მათი პირველი კოლექცია, ნელა ახალი კოლექციები გამოვა, აუცილებლად გამოიწერეთ მათი Instagram-ი, რომელსაც აღწერაში დავტოვებ. და თუ გინდათ კარგი საჩუქარია ჩქოთ ვინმეს, შეგიძლიათ ეს რაღაცა უყიდოთ. ესე იგი შემოვედით CS2-ში, რა თქმა უნდა და უნდა შევიჯიბრო სანდრო. სანდრო, მესამე ხალხს. გამარჯობა ყველას. აუ, დაუწიე ცოტა ხმას. მე ვარ ნუბი, ძალიან დიდი ნუბი ვარ ამ თამაშში და სანდრო ეხა გიჟივით არ თამაშობს, მაგრამ ჩემს უკეთესად იცის. მოდი ვნახოთ, მომიგებს თუ არა. აი, ამებით მით უპირატესობები თამაშობ. აქ არის ეს მიკროფონი, ხმა მაინც აქედან იქნება ყოველთვის. აქ ხედავთ როგორ თამაშობ, ამ ყველაფერს რო არ მოგატყუოთ, პატარა ეკრანის ნაწილის ჩანს და აქ ჩემი მაუსი ჩანს, აგერ ვითამაშოთ. სანდრო, რაღაც მომენტში მოდი ჩელენჯს გაიკეთებ შენც, მე ხომ აქ ჩელენჯი პატარა მაუსით და რაღაცით. ოკეი. რაღაც მომენტებში მოგცემ დავალებებს. პირველი რაუნდი არანაირი დავალება არ იქნება, პროსტა ვითამაშებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ გაგანადგურებ. კარგი, მიღებულია. ვიცი რომ გაგანადგურებ. აუ, გავიგე საინანაც. რა საკეთებ? მე ვერთობ. ვაიმე? ოპა! კაი, უკვე გირთულებ. всё, მესამე რაუნდზე უკვე გირთულებ. პირველი დავალება, მხოლოდ პისტოლეტებით ხარ. ვაიმე. პატარა მონიტორზე ვთამაშობ ხა. ეგ არის. აი, მე ხავიღება იმას, ისევ ბიზე გავიდეთ. სად ხარ? გამოდი. მეთქი, რამე შანს ვაძლევ მეთქი, მაგრამ არ გინდა, ნუ გინდა. ცოტა წავიდა. არა, უკვე შევავიღე მე ჩემი არაღი, წამო A-ზე. მოდი გოგო. მოდი. მოდი შენ მოდი. What the fuck? წამოდი შობეს. ანუ აზე, კაი, გასაკიფო. ბაბა, სათხარ? ბეზე ვარ. ახლა. იმენა ბეზე ვარ. ახლა. Hello, motherfucker. ვინ თამაშობს ამ კლავიატურით ამიხსენე? რა თამაშობს? საზისხარი მაუსია იმენა. მოკლედ ეს იყო ეს თამაში მთლიანად. იმედი აქვს მოგეწონათ, დალაიქეთ ეს ვიდეო, 5 ლაიქი უნდა ვაგროვოთ მინიმუმ, არ მაინტერესებს. და გამოიწერეთ ეს არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. სანდრო, შენ რა სიტყვი? ნახვამდის.